მოგესალმები, ანუ მევესალმებ ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და თავისუფლება სინდისის პატიმრებს. იცი როგორ არის ეგ ამბავი, ნეტა მე ვთხოვ რომ იცოდეს, როგორ არავის არ აინტერესებს ცივილიზებულ სამყაროში და ზოგადად დედამიწის ზურგზე ნეტა ეს იცოდეს და ხო ამოვისუნთქავდით მთელიერი, გადაგვაყოლა ამ თავის ფულს, აი იქამდე მივიდა რომ არ ვიცი ეს ცეკვაძე ვინ არის, როგორც ხვდები თუ იქაურ სასამართლოში იცავს ივანიშვილს, ესე იგი საერთაშორისო სამართლის დაკავებული კაცია და ამ ფრაზით და ამ განცხადებით მე მგონი თავის საერთაშორისო კარიერას წერტილი დაუსვა. ახლა საერთაშორისო რეპუტაციული ადვოკატი deep state-ს რო ახსენებ განცხადებას რომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რომელიც ლონდონის არბიტრაჟო სასამართლო უნდა გადაიტანოს, მე მგონი უნდა დაიმშვიდობო ყველა. ბოდიში გრძელი განცხადება იყო და ბოდიში რა ესეც აუცილებლად გრძელი განცხადება იყო ადვოკატზე რო საუბრობდით ესეც მინდა ეხა ნელ-ნელა ვავლებ თვალს და კიდევ ერთი უფრო მეტად ცინიკური და თეთრი ძაფით ნაკერი საქმეა სპეცსამსახურების მიერ კონტროლირება შვეიცარიაში ამბობს ადვოკატი კერძოდ ბანკ ჯულიუს ბაიერში მიუხედავად იმისა რომ მას წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხასთან ბანკმა ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში შვეიცარიის ბანკი სრულიად აბსურდულად მაგრამ მაინც საბაბად ამერიკულ სანქციებს იყენებს ვერაფერს და არაფერს ამბობს იმაზე თუ რატომ აქვს დაყადაღებული მოკლედ მეუღლეს და შვილებს ფულებიო. მაგრამ ესეც მინდოდა რომ წამეკითხა საზოგადოებისთვის თურმე სპეცსამსახურებლის მიერ კონტროლირებადი შვეიცარია. კი. შვეიცარია რომელმაც რა ვიცი ორ მსოფლიო ომს გაუძლო ისე რომ ნეიტრალიტეტი დაიცვა არის თურმე სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი ივანიშვილს და წაქვაძეს თუ წიქვაძეს თუ კითხავთ და ხო რა ვიცი ხა ერთის მხრივ კომიკურია მაგრამ მეორე მხრივ არაფერი არ არის კომიკური იმაში რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს განსაზღვრავს აი ამ აზროვნების ამ აზრთა წყობის ამ ინტელექტუალური შესაძლებლობების ხალხი პრობლემაა ეს ძალიან დიდი პრობლემაა deep state არ არსებობს ასეთი გავლენები არ არსებობს შვეიცარიის სპეცსამსახურების მიერ მართული არ არის ცივილიზებულ სამყაროში ივანიშვილის პიროვნებით არ არიან დაინტერესებული, არ აინტერესებთ, დაინტერესებთ მხოლოდ ის ასპექტმა, მაგალითად შეერთებულ შტატებში ივანიშვილს ეციან, რომ ეს არის კაცი, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი გახდა, დაამყარა რუსული მმართველობა, რომ დააბრუნა დიდი ხნის განდევნილი რუსეთი ამ ქვეყნიდან. აი ამათ იცნობენ და ამიტომ დაასანქცირეს. ის რაც ხდება არბიტრაჟო სასამართლოში ლონდონში და მის ფულთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან რუტინული საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია მის ფინანსებთან და არავითარი კავშირი არ აქვს ამერიკულ სანქციებთან, ასე პირდაპირ. ივანიშვილი დაასანქცირეს მის ფინანსებთან არ არის კავშირში, იმიტომ რომ ის აკეთებს რუსულ საქმეს. რუსული საქმე საქართველოში არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. და აი ამ მოცემულობამ აი ტრაგიკული რატო არის არ უნდა ხო რომ აი ამ მოცემულობამ აი ივანიშვილის აი ამ რაღაცა აბსოლუტურად არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ საერთაშორისო საფინანსო სისტემასთან გამოიწვია მთელი ის კასკადი მოვლენების, რომელიც დღეს საქართველოს უბრალო ჩვეულებრივ მოქალაქეების ზურგზე ტყდება. ის რომ საქართველოს ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, ის რომ საქართველოს სანუკვარი გზაა, ჩვენი ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, ჩვენი სახელმწიფო განვითარება, ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც ერთად ყველაფერი არის იმაში, რომ საქართველოს ინტეგრირდეს იმ სამყაროში და სრულფასოვანი ნაწილი იყოს იმ სამყაროში, რასაც დასავლური ცივილიზაცია ქვია და ინსტიტუციონალურად გახდეს ამ სამყაროს ნაწილი, რადგან ისე არის, ისე ხო, ყველა სხვა მაჩვენებლით ისტორიული იქნება ეს თუ სხვა მაჩვენებლით, საქართველოს არის ევროპა, ინსტიტუციონალურად გაწევრიანების ევროკავშირში, აი ამას აკარგვინებს, აი ამათ უღირს ივანიშვილს. ყველა ადამიანს განსაკუთრებით იმ ადამიანს, ვინც ქართულ ოცნებას ხმას აძლევს, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი კეთილდღეობა ამ ადამიანს უღირს, აი ეს მხოლოდ იმათ, რომ თავის ფული, რომელიც რაღაც არ ვიცი, იმ ესკადრონის შემთხვევაში, ლესკადრონის შემთხვევაში ჩვეულებრივი თაღლითობის მსხვერპლი გახდა, სხვა შემთხვევაში არ ვიცი რა ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით სიმართლე კი არც მაინტერესებს, თუ აქვს და იშოვა ეს ფული ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს, ოღონდ ჩვენ ნუ გადაგვაყოლებს ამ ფულს. ეხა იგივეს ვადევნებთ თვალყურს, ანუ არაბულ ანკლავებთან დაკავშირებით. ვითხოვთ მარტივ რაღაცას, ვითხოვთ დარწმუნებას იმაში და დარწმუნება გვინდა იმაში, რომ რა ვიცი, ამ ყველაფრის უკან ისე ივანიშვილის მაქინაციები არ დგას. მე ეჭვი მაქვს
რომ ამ ყველაფერს უკან ისევ ივანიშვილის მაქინაციები დგას ფინანსური აი მთელი ამ ზღაპრიც უკან იმისი რა ქვია შეჰერეზადას სიზმრებივით რო გვატყუებენ რომ რაღაცა ერთ-ერთი 1001 ღამიდან ერთ-ერთს გვიყვებიან რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია შემოვა და წალკოტი გაშენდება იმაში რა ქვია საქართველოში და არაფერი 6 მილიარდიანი ინვესტიცია არ არის რასაც უყურებთ აგერ არის რა დაახლოებით მინიმუმ 600 მილიონ დოლარად შეფასებული ქართული მიწა საქართველოს სახელმწიფო მიწა რომელზეც ეხა მიადგნენ და ამითი უნდა რომ რაღაცა მილიარდები იშოვოს იმან რა ქვია ივანიშვილმა და არ არის ეს სახელმწიფოებრივი აზროვნება ეს არის უბედურება აი ერთის მხრივ რას თქვენ მოყევით ეს სიმპტომატური არის მის დამოკიდებულებასთან ზოგადად სახელმწიფოებრიობასთან და მეორე აი რაც ხდება ჩვენს თავს იმიტომ რომ აი ხა ვინ დამაჯერებს რომ პირადად ივანიშვილის ინტერესი არ არის აი მთელი ამ პროექტის უკან როდესაც ვხედავ რომ რა ვიცი რეკლამაში ამ დეველოპერული პროექტის ამ დეველოპერული პროექტს რა ვიცი არქი რო არის და სხვა კომპანიები და რა ვიცი კალათბურთელები და ფეხბურთელები რო უკეთებენ რეკლამას აი ამ პროექტს რეკლამას უკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეგეთ რამე გაიგონიათ სამყაროს არ იცნობს ეგეთ ამბავს პრემიერ-მინისტრის ის და რეკლამას უკეთებს და მიდით და დამაჯერეთ ეხლა რომ ივანიშვილი არ არის კი ბატონ თაზო აი ძალიან ისეთ თემას შეეხეთ ძალიან აქტუალურს რომელიც ბევრს აწუხებს მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველსაც ოღონდ აი წუხილების რაღაც სხვადასხვა ვერსიები არსებობს აი ვიღაცებს მაგალითად ეს აი არაბული ინვესტიცია იმიტომ არ მოსწონს რომ აი ამ ეგრეთ წოდებული რაღაცა არაბიზაციის ეშინია რომ აი რაღაცა არაბები ჩამოვლენ და ასე შემდეგ ხო ესეთი შინაარსის განცხადებები კეთდება და ყოველ შემთხვევაში უმეტესად მე რაც შემიმჩნევია თუ პრეტენზიები ისმის ეს არა რაღაცა რა პროექტია არის თუ არა რამე კორუფციასთან კავშირში არამედ აი რაღაცა აი ამ კუთხით რომ რაღაცა არაბებს უფრო ებრძვიან ვიდრე იმას იკვლევენ ადამიანები რეალურად რა ინვესტიცია რა კომპანია აკეთებს რა რეპუტაციის მქონე კომპანია ხო ძალიან მარტივია Eagle Hills-ზე ინფორმაციის მოპოვება 21 ძალიან მარტივია და ძალიან ბევრი გამოცემა მათ შორის საერთაშორისო წერს იმასთან დაკავშირებით აი მაგალითად ბალკანეთის ქვეყნებში როგორი წარუმატებელი პროექტები ქონია როგორი იყო ასევე ხელისუფლების ინტერესებთან დაკავშირებული და როგორ იყენებდნენ პოლიტიკურად აი ამ პროექტებს რაც ძალიან გავს მოკლედ ქართული ოცნების ხასიათს ხო აი თავარი პრობლემა რა არის მოდი ეს ავუხსნათ საზოგადოებას აი რომ ამბობთ რომ ივანიშვილის ინტერესი აი რეალური პრობლემა დავანახოთ ის კი არა რომ ვიღაცას იმიტომ არ უნდა ეს ინვესტიცია რაღაც არაბების ჩამოსახლების ეშინია თუ ასე შემდეგ აი რა არის რეალური პრობლემა ამ ამბავში ის რომ ბევრი ადამიანი სხვადასხვა რისკს ხედავს და სხვადასხვა შიში უჩნდება ამ პროექტის გამომდინარე ნიშნავს იმას პირველ რიგში რომ მრავალწახნაგოვანი რასაც პირველივე წუთიდან როცა ამ თემაზე ლაპარაკი დავიწყეთ ბევრი რისკი შემცველია მაგრამ მოდი აი ესე ვთქვათ რა რაღაცა რიგითობა ვთქვათ სად არის პრობლემები და რისგან იწყება ეს პრობლემა პირველ რიგში ეს არის 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია ანუ ტყუილი პირველ რიგში გვინდა რომ ამაში გავერკვეთ საქართველოში რატო ვამბობ ამას შეხედეთ საქართველო არის ქვეყანა რომელსაც უკანასკნელი წლების პირდაპირ უცხოური ინვესტიციის მაჩვენებლებს თუ ნახავთ თქვენ ნახავთ კატასტროფულ სურათს აი რეალურ სურათს ქართულ ეკონომიკას რა მოსდის გარდა იმისა რასაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ეფექტი ქვია და ნამდვილად ბევრი ფული ტრიალებს აი ამ ეფექტისგან გამომდინარე ამ ქვეყანაში მაგრამ ეს არ არის მდგრადი და თუ გინდათ რომ ნახოთ სად არის მდგრადად ქართული ეკონომიკა უნდა შევხედოთ პირდაპირ უცხოური ინვესტიციის შემოდინებას ამ ქვეყანაში კატასტროფული რიცხვები გვაქვს უკანასკნელი წლების მანძილზე კატასტროფული ის კომპანიებიც კი რომელიც საქართველოს საერთაშორისო რომელიც საქართველოში არიან ის კომპანიებიც კი რეინვესტირებას არ აკეთებენ იმ დოზით რა დოზითაც რა ნორმააო ვიტყვით და ასეთ ქვეყანაში როდესაც ლაპარაკობ 6.6 მილიარდი ინვესტიცია შემოდის ეს თემა მნიშვნელოვანია და პირველ რიგში უნდა გვაინტერესებს მართლა ინვესტიცია თუ არ არის იმისთვის რომ ეს დავადგინოთ რომ ეს ინვესტიცია ჩვენ მარტივი კითხვა დავსვით გვითხრით ხალხო ჩვენი მიწა მინიმუმ 600 მილიონი დოლარი ღირს აი ამ მიწა საქართველოს სახელმწიფო ამ კომპანიაში საწესდებო კაპიტალში დებს როგორც ქართული 33%-იანი წილის დამადასტურებელს ჩვენ მინიმუმ ვკითხულობთ რომ პირველ ეტაპზე 1.2 მილიარდიანი ინვესტიცია რომელიც შეესაბამება დანარჩენ 2/3-ს აი ამ 33%-ის არის შემოსული პირველ ეტაპზე სადმე დევს ეს თან ხა გითხარით გვანახეთ რომ დავასკვნათ რომ ეს ინვესტიცია არის არ ვლაპარაკობ ჯერ 6.6 მილიარდზე
ჩვენმა მაყურებელმა რომ გაიგოს, ინვესტიცია არის რესურსი, რომელსაც მოიტან, მოიზიდავ, ჩადებ რაღაცა ბიზნეს პროექტში და მე ამას ექნება ამონაგები, რომელიც წესით ბევრად უფრო დიდი უნდა იყოს ხოლმე, ვიდრე ეს ინვესტიცია. ინვესტიცია ეს არის. მინდა პირადად კობახიძეს აუხსნა, რომელსაც იმ დღეს მოგებაზე ილაპარაკა. მოგება არის მოგება, ინვესტიცია არის ინვესტიცია. ეს ინვესტიცია არ ჩანს არსად. ანუ ჩანს რაღაცა ქართული მიწა 9000 კვადრატული მეტრი ქართული მიწა, წანისის ტყეპარკი და გონიოსთან ახლოს. ამის სანაცვლოდ რა ფულია ჩადებული, ეგ გვაინტერესებს. გაუმჭვირვალეა ეს პროცესი. პირველი პრობლემა. მეორე პრობლემა, როდესაც ამ მასშტაბის სახელმწიფო მიწაზე მიდის ლაპარაკი. ქვეყანაში, სადაც თავად ქართულმა ოცნებამ გამომდინარე სხვადასხვა ზოგი რაციონალური და ზოგი ირაციონალური არგუმენტებიდან გამომდინარე აკრძალა უცხოელებზე მიწის გაყიდვა. ასეთ ქვეყანაში ამ მასშტაბის მიწის გასხვისებაზე რომ მიდის ლაპარაკი და იქ ანკლავების გაშენებაზე და გადავალ მე ამ თემაზე. აი ამ ყველაფერში სად არის გამჭვირვალობა პროცესის? გამჭვირვალობა ტენდერში, ვინ განახორციელებს ამ პროექტს? გამჭვირვალობა ხელშეკრულების. რომ საქართველოს მოქალაქეებს ესმოდეთ სად არის? მეორე პრობლემა, ეს არის ანკლავი, ანკლავები, თავად ამ კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ მინიმუმ 60% გაიყიდება უცხოელებზე. ხა ეს კომპანია მოდის ემირატებიდან. პრობლემა არ აქვს ემირატებთან, ოღონდ მესმის, რომ ემირატებიდან თუ წამოვა ეს ხალხი, თან არის ფეშენებელური და პრემიუმი. კი, ბოდიში ამას ვიტყვი, თუ არის ფეშენებელური და ძალიან მაღალი კლასი, რომ საშუალო ქართველი კი არა, მდიდარი ქართველიც კვადრატული მეტრის ფასი ვერ გაწუდება და ძალიან ძლიერი იყიდება. ამიტომ ვამბობ, რომ კაცო, ეს გვაინტერესებს, ეს ანკლავი რატომ უნდა შეიქმნას თქო და აი ამაში არის პრობლემა. აი ეს არის ორი ძირითადი მდგომარეობა. დიდი მადლობა. მადლობა თაზო, მეტი დრო აღარ მაქვს, იმედია სხვა დროს ეთერში ვისაუბრებთ ამაზე.